დავიწყოთ? მაგერ ორ შევიყავი. 2 1 აი გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ტვინის გასაღების მე-6 ეპიზოდით. გამარჯობა მეგობრებო. და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თანაწამყვანი თორნიკე ბაღათურია. არა ეს გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით. განწყობაზე დავიწყოთ გადაცემები ჩემი აზრით. უფლება რომ კარგ განწყობაზე ვიყოთ ჩვენმა ძმამ. კი. ძალიან სასიხარულო ამბით დავიწყოთ ჩვენმა სასახიობო სპორტსმენმა მერაბ თვალიშვილმა დაიცვა თავის ქამარი და ამარცხა უმარ ნურმაგომედოვი, რომელიც არის ჰაბიბის ბიძაშვილი, ჰაბიბის გაზრდილი და ჩათვალე ექსკოლაა რა, მაგრამ ჩვენი მანქანა მაინც დაუმარცხებელი დარჩა და დაიტოვა. დაეწერა რა ნურმაგომედოვების გვარს იქ ვინ დაუწერ მინუსი ქართველმა. კი, მინუსი მაგას ნოლის წართმევას ეძახმერა და ნოლიანი წაართვა რა, იმე 0-ზე მოდიოდა რა. ხომ არის ხო სიმბოლურია თან ჩვენ რო გავაკეთე. ეს რატო ხდება ესეთ რაღაცები? და შორტი? ნახე ხო? კი, როგორ არ ნახე ხო. მოკლედ თან როგორ დაჩაგე. ამით ანუ ჩემი ეს ყველას აქვს ესეთი განწყობა რა UFC-ში რომ მერავი თითქოს რაღაცა ცოტა ეკრინჯებათ რა, მაგრამ ანუ რეალურად კაცი არის ამტკიცებს ყველა ჩხუბში ავლენს თავის მაქსიმალურ პოტენციალს და რაღაც პროფესიონალიზმს. გაცინის მეკოქებს ხო, აბა რა ხო და რავი ეხლა ქართველი მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს ჩემი და არა დაცინით. კი, გილოცავთ მერავ მთელი გულით მე და თორნიკე და მთელი საქართველოს შენ გამარჯვებას და შენით ვართ ამდულად მე რამენაირად მოვიწიოთ მე რა გადაცემაში. ამდენი სტუმრები გაყოლება ჩვენ გადაცემაში просто თუ გახსოვს, გახსენდება მაინც. ზოგადად ესე გინდა ამავალს რა თქმა ხო არა ჩვენ ჯერ უბრალოდ მოკლედ მე გადავცემ სიტყვას ჩემს პოლიტიკური ამბების დირექტორს თორნიკე ბაღათურიას. მოდი განვიხილოთ დღევანდელ დღეს დიდი დღე არის და განვიხილოთ დავიწყოთ ტრამპის ინაუგურაციით, რომელიც ძალიან მალე ჩატარდება და ამას ელოდება რეალურად მთელი მსოფლიო, რომ ოფიციალურად ტრამპი, როდესაც გახდება ამერიკის პრეზიდენტი, გვიდგება სხვა რეალობა. კი, ნამდვილად სხვა რეალობა დაგვიდგება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, ეგრევე ყველა ვიღაცას როგორ გონიათ, იცი რომ აი ინაუგურაცია მოხდეს, всё, ეგრევე იმ დღესვე უნდა დააგდეს ყველა. აი 3 დღე რა გავაკეთე, მაგათი იგივე სიტუაცია იქნება, მე გეტყვიან, ანუ უკვე მზადარიან ეს, ეხლა აბა რატო არ შეიცვალა, მიხდი, ანუ მეგობრებო, რო ჭირდება, ხო? ყველაფერს მინიმუმ 1 თვე, 2 თვე რაღაცა უნდა თავი ომი დასრულდეს, ბევრი ფაქტორებია რა, ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დავიცადო და ყველაფერი თავის ადგილას დავაგდება, ამაში მე და მინდა რომ სადაც ფაქტორებიც ინაუგურაციის სადაც ფაქტორები რაც მოგზდევს, მინდა რომ გაგვაცნო შენებურად. სააკაშვილი გახსოვს 2016 წელს ინაუგურაციაზე, ანუ ტრამპის ინაუგურაცია 2016 წელს არ შეუშვეს იქ და რიგში დგას გარეთ დაჩაგრული ბავშვით მარტო ტელეფონში იყურება ძალიან შემეცოდა მან მინდა რა ის არის ვერ ხვდები ანუ აი რაზე გადის ეს რომ აი ტრამპი ჩემი ყველაზე ახლოს მაკაცია და რაღაცებს იძახდა ხო გახსოვს ხო ყავდა ტრამპი ბიზნეს პროექტიც რო იყო მაგასაც ხო იძახდა ხო და ეგ მე გაბრაზებული რო არ შეუძლო მე დაიწყო ამის ლაპარაკი ხა განახე მაგ ვიდეოს ძალიან პატარა ვიდეო ვარ ამე ნახე არა просто რავი ძალიან სირცხვილი არის დაუპატიჟება სტუმრად ყოფნა რავი ყველა მისის რივალიშვილი აფინანსებდა ტრამპს, აფინანსებდა მისი სიძის მეშვეობით, კუშნერის მეშვეობით, ამაზე აუცილებლად იქნება გამოძიება ახლა ამერიკაში. ერთი წამით ახლა ძალიან მაინტერესებს, მაგრამ მიშა, აქ ამ ტექსტიდან ჩანს, რომ ტრამპი არის რუსული პროექტი. აი ერთი ბოდიში. კაცი რომელიც ციხეში უნდა იჯდეს და სამანტყობოშია წამოგორიალებული. ეს კაცი ამ ხელა განცხადება საკეთებს ტელევიზიით, რომ ტრამპს აფინანსებს ბიძინა და ანუ ამ სიტყვას რო იძახის, წარმოიდგინე, ეს მეორე მარჯვენა ის აღარ ვიტყვის სახელს, ეგ უზიდა წარმოიდგინე, ეს რა შევა, იცი, ეს ხალხისთვის რო კარგად გასაგები იყოს, ხალხს უსვავს, რომ ანუ ტრამპი რუსული პროექტიაო, ხო? ანუ ეს ორი ამ ორმა რეალურად რა იცი უბედურება და საშინელება, რომ მართლა ამ ორ კაცს ძალიან საკმაოდ ბევრი მიმდევარი ყავს, რომელიც აი ამ კაცის მიმდევარია. ვთქვი და ნახე რა შეამყარა. არა, ვერ დაგეთახ, მაგრამ ყავს. არა, ბიჭო, აი ნახე, ეგეთ ტიპს
რამდენი რაც შეიძლება ყავდეს, იმაზე გაცილებით მეტი ხავს. მიხდი? ოჩი, მაგას მიმდევარი არ უნდა ყავდეს. მაგას ვიტყვი და ებრია ეგ. ვიღაცისტების თუ არის. ხო, და გამოვიდა ეხა იტყვის რომ ბიზნეს დაფინანსებულია ტრამპი, მაშინ ხო ამბობდა, ეხა უკვე გამოვიდა ბიზნესი არის, ანუ რას წყობს იმას ლაპარაკობენ, რა თქმა უნდა, ყველაზე სულეგრი არის, გასო ტრამპი ეხა ბოდიში და ერთ ადგილას რო უძრებიან და იქ რო ჩადიანი ხა და რიგები რო არის და ისა ვითომ რო ტრამპა დაპატიჟა. ტრამპა არავინ არ დაპატიჟა. არა, ხო, ტრამპა დაპატიჟა ბოდიში წამი 5 კაც ოფიციალურად special guests, რასაც ეძახიან, 5 ქვეყნის ლიდერი დაპატიჟა, ანუ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, მელონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, არგენტინის პრეზიდენტი, დამავიწყდა, არ მახსოვს სახელი. და სინძინპინი ჩინეთის პრეზიდენტი, კიდე ელ-სალვადორის პრეზიდენტი. ანუ მეტი არავინ არ დაუპატიჟებია. აქედან ორბანი, აქ წარმოგიდგენ კიდე ერთ-ერთმა კომპანიასა ტელეკომპანიამ რა დაწერა, იცი? რუსეთის მეგობარი ორბანი არ ჩადის ინაუგურაციაზე. და ანუ რა შეიძლება არ ჩადის, ანუ ინაუგურაციას არ დაესწრება. არ დაესწრება, ხო, უკეთესო ისე არის, რომ ვიღაცა ვიფიქრებს, რომ არ არის დაპატიჟებული, იმიტომ რომ რუსეთის პუტინის მაკაცი და რაღაც არა და რაღაც სამიტი აქვს უნგრეთში და უბრალოდ არ ჩადის, რა რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი მოდი რაღაცა იყოს აი უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა ანუ გამოდის ის რა ქვია ერთ-ერთი არხი გამოდის რომელიც რეალურად ამბავს და ინფორმაციას უნდა აწვდის ეს მოქალაქეებს და ეს ამბავი იმართლეთან და გამოდის და ეხლა ძაბავს ვითომ ეს ხელოვნურად რეალ სიტუაციას რომ ადამიანი სპეციალ გესტად არის დაპატიჟებული კონგრესი აქვს უბრალოდ და არ უხერხდება და ვერ ჩადის და ვერ ჩადის ესენი ამ ვერ ჩასვლას რუსეთის მოკავშირის სირცხვილია, მიხდი, სანამ ამ ტყუილებში ხართ. აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მატყუარა ადამიანები ვერც იმარჯვებენ და ტყუილი ზოგად ვერ იმარჯვებს და მიდით, იტყუეთ და ნახავთ მე სამაბოლოო სამდე ვიყოთ რეალობა სხვა არის და ეს ინფორმაციები სხვა არის რა. აი ჯუნიორ ტრამპმა რა დღეს და სტორი დადო ინსტაგრამზე. და ზელენსკიმ ეს დავამთავროთ ეს მიპატიჟების თემები რა ზელენსკიმ სამჯერ გთხოვაო არაოფიციალურადო ანუ ინაუგურაცია დასწრებაო და უარი გავისტუნეთ სამივეჯერო და მე ეხა დაწერაო რომ მე არ ჩავდივარო ინაუგურაციო და რა უცნაური კაციაო რა სუეჩია ან მასაი გონია რომ ეს შენ წარმოიდგინე ანუ ის როგორ აღშფოთდებოდა მაგ ყველაფერზე რომ სამჯერ უარი გიხარი და ბავშვი ძალიან მეცნება ხო ანუ ეგრევე იმართებოდა და აღშფოთე ანუ რა სირცხვილია ხვდები მაგრამ აი ყველაზე სირცხვილი რა არის იცი აი გეგელია არის თუ არ ვცდები მე მგონი გეგელია ხო ეს ლელოს პარტიის წევრი რა ნუ არ ვიცი ხა ჯერ ზოგადად ტვინები ტვინა ხო რაღაც მეგატვინები შევიკრიბეთო და გადავწყვიტეთ აუ რა ჯიგარი წარმოიდგინე ხა ვილსონთან იყო ტვინი ხო არის და ისე ჩარჯერის პონტში რო იტყობენ მისამაგრებელი ქონა მეორე ტვინს ემართებს ვილსონთან იყვნენ შეხვედრაზე ხა ეგ ხაზარაზე ხალ ჩასული რა ეხლა რა გამოდენიმე დღის და ჯერ ვილსონი ვინ არის იცი ვინსონი არის ნეოკონსი რა ანუ ამათ ეძახიან დინოზავრ პოლიტიკოსებს ამერიკაში ანუ გადაშენების პირას მყოფ პოლიტიკოსებად მოიხსენიებენ რა ვილსონს და ანუ ნეოკონსებს ზოგადად მაგ ხალხს რა და ეხლა წარმოიდგინე ნახე აი ჯერ ჩვენი სახელით რა უფლებით ლაპარაკობს ესეც სისულელეს აი ხა მოგასმენინებ სისულელი არ არის სამარცხვინო არის თორნიკე ეგ არის მონობა ეს არის იმ კლასტერიდან გახსოვს შენ რო ვიდეო მაჩვენი გადაცემაში გქონდა ზელენსკი ჩემი პრეზიდენტი და აი მონობა სულით მონობა სამარცხვინო აი მე აი სულ აი ამათ მაგირო ცხენია რატო არიან ესეთი დაბიოები პროსტა ვერ ხვდები რა ჯოულ ცოტა გქონდა გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა პირველი სიტყვები მართლაც როდესაც მივეცადე მას იყოს სწორედ ეს გულითადი მადლობა ქართველი ხალხის სახელით ისინი თქვენ გაღმერთებენ აი ეს უთხარი ზუსტად დღეს ძალიან რა თქმა უნდა ბედნიერი იყო და თქვა რომ პირიქით მისთვის არის პატივი და მისი ბედნიერება იყოს ქართველი ხალხის სამსახურში როგორი ბედნიერი და გაბადრული სახით იძახ ამ ეს შინაგანი ამ მართლა უხარი ვიღაცას შეხვდა მე თვითონ ჯო ვილსონი ამისთვის რაღაცა უდიდესი ავტორიტეტი ჯო ვილსონში შევიდო მანდ შეიძლება შესულის სეკიდულიერი არის ინტენად ბედნიერი არის რო ილაპარაკებოდა ენიედო ხო და მაგ რომ შეხედე ხა ამ ვიდეოს რო უყურებ ბედნიერესია ბიჭო ადამიანია და ეს ხო წამოძახილია შინაგანი გამოძახილი ეს ამისთვის ღმერთია ვილსონი
ვილსონი ბიჭო, ანუ მართლა იმენა გადაშენების პირას ყო პოლიტიკოსი, ანუ ეგეც სტატუსი რო გაქვს პოლიტიკოს და აქ რო აღმერთდა ჩვენი სახელი, ვინ აღმერთდა? ქართველი ხალხი ვაღმერთდა, ვარჩ არ ვიცით ვინ არის. ღმერთის გადაცენ არავის არ ვაღმერთეთ ეგ ერთი და მე მეორე საერთოდ ეგ უეჭველი შევიდა და გავგავიდა მაგიდან ისე შეგეულები. არა მე ეგეთი ენთუზიაზმი მართლა ძალიან სამარცხვინოები არიან. აი ძალიან სამარცხვინოები არიან. არა იცი ხო მართლა მაინტერესებს რა. აი ეს რა ეს სულით მონობა რა წესია. რა ხილსები დადიქი და შენც რო ადამიანი ხარ და შენც რო რაღაც გზაზე გახარ და რაღაც საპირებ ცოტა ეგ კონდეს მესმის ქედი მოუხარო ვიღაცას ვინც დიდია და მართლა ეგეთი ტიპია და კი ბატონო აღიარე თემა ხო მაგრამ ღმერთება დიდი და არ შეიძლება არ ხდება ეგეთი რაღაც ეს ვილსონი სხვათა თან ვაფშე აცდენილები არიან ანუ ტრამპის მესეჯ ბოქსი და ის ვილსონი რაც ლაპარაკობს ვაფშე ერთმანეთს საერთოდ სხვა სამყაროში არიან აი ვილსონი იძახს მაგათაც ეს რაღაცებს რომ მოუწოდოთ ჩვენს ბრიტანელ მოკავშირეებს დაუყოვნეთ დაასანქციონოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ახლო მეგობარი ბიძინა ივანიშვილი და რა კიდე რაღაც ისულებს იძახის და ამ დროს ტრამპი რას იძახის იცი რომ პირველ 100 დღეში უნდა რომ ჩავიდეს სინძიპინთან და ახლო ურთიერთობით დაამყაროს და მე და სინძიპინი სოფლიოს უფრო შვიდს გავხდითო და ანუ რაღაც ახალი კავშირები იწყება და ანუ რაღაც სხვა ინტერესებია რა ანუ სინძიპინს არავინ არ მოიხსენებს ესე მით უმეტეს ტრამპი როგორც ვილსონი რა ნუ აი წარმოიდგინე როგორი პარადოქსია ანუ რაში გვაცხოვრებენ და კიდე წარმოიდგინე რუბიოს როდიში რუბიო არის სახელმწიფო მდივანი ანუ საგარეო საქმეთა მინისტრი მომავალი ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრი რა რუბიოს ანუ აი ხა 5 საათიანი მოსმენა ქონდა სენატში და თავარი მესეჯი რა იყო იცი რომ რუსებს უნდა გაუუქმოთ სანქციები ანუ ეს რას ნიშნავს რომ რუსეთს სანქციებს უუქმებენ ესე იგი ჩვენს ყველანაირ სანქციებს გაგვიუქმებენ ხო ეს 2 4 4-ია ხო კიდე რუბიო იძახის კიდე მან იყო რომ უკრაინასო ადამიანური რესურსები ეწურებაო და მე ხა ჯანდაცვის კომიტეტის უკრაინის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრის განცხადება ნახე სადაც იძახის პირდაპირ რომ უკრაინაში ხა ისეთი სიტუაცია რომ შობადობა ყველაზე დაბალია მსოფლიოში და სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი ანუ წარმოიდგინე რა სიტუაციები არის აქ და ეს ჯო ვილსონი ვაფშე სხვაგან არის ანუ სხვა სამყაროში არის ეს ადამიანი და ხა ის როგორი ბედნიერი იცი რომ ანუ აქ ამდენი რაღაცები აქთან ჩვენი პატარა მონები რომ აღმერთებენ ამას რაღაცა გონია რომ ვიღაც არის არა და ამერიკაში არავინ არ არის ანუ საერთოდ არავინ არ არის გასაგებია კონგრესმენი არის მაგრამ ხო მე მგონი თუ ასე კონგრეს არაფერს არ წარმოადგენს ჯო ვილსონი არაფერი არ არის რა მოკლედ რა მეგობრებო რა ეხა მე და ჯო ვილსონის დაკალზე მინდა მაგრამ კაი თქვი და მე ჯო ვილსონის დაკალი ვინ არის საომე ზურავიშვილიც ჩემი აზრით შეგვიძლია თავისუფლად შევიყვანოთ იმ მონების სიაში რომელიც ემონებიან ვიღაცებს და იგივე რა გააკეთ აი რა იკადრა თქვი გაშალე ანუ გამოჩირო ასე ვხდები ისი რატო იძლევა ამ ხელა ბიჭო მავნებელი არის მავნებელი ვინ არის დღესდღეობით ეს კალი არავინ აბა რატო აი მაინტერესებს აქამდე რატო არ იცის ამერიკამ რომ მეხუთე პრეზიდენტად არ მოიხსენიოს არა მეხუთე პირიქა არა ეგ არის მეხუთე პრეზიდენტი იმას ნიშნავს რომ პრეზიდენტი აღარ არის ანუ მაგას ნიშნავს არა ანუ ყოფილ პრეზიდენტები ეს არის ანუ ყოფილ პრეზიდენტს არავის არ მოიხსენებენ როგორც ამერიკაში მაგათ ყველა ყოფილი პრეზიდენტი როგორც პრეზიდენტად ისე ანუ ყოფილ პრეზიდენტად არავის არ მოიხსენებენ ეს უბრალოდ მოიხსენეს ანუ ეხლა მაგის Fox News-ზე იყო გუშინ უსმენდი და წამყვანმა პირდაპირ მოიხსენა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი. ანუ ჩვენ უკვე მე-6 ეს იმაშინაც უკვე მე-6 პრეზიდენტი გყავს, არის ყავილოჩი და ამას ყველა აღიარებს და ეს არის მეხუთე პრეზიდენტი, ანუ ყოფილი პრეზიდენტი და იქ რაღაცის უნდა და ხო ის ჩასწორება იმის და არაფერი არ გამოდის, რა განცხადება გააკეთა, მავნებელია თუ. ეხლა ჩვენთან განზეროუსი ხო ჩამოდის. რატო იძლევა ხო დამხელაუფლება ჩვენთან განზეროუსი და რა ეხლა ყველას უნდა გვიხაროდეს, ხო ოპოზიცია ხარ თუ პოზიცია რა მნიშვნელობა აქვს. ყველას უნდა გვიხაროდეს ესეთი რაღაცა ჯგუფი ჩამოდის ჩვენთან და X-ზე დაწერა, ანუ ამ განზეროოს დაუწერა, რომ არ ჩამოხვიდე თუ არჩევნებამდეო საქართველოს კონცერტზე, იმიტომ რომ ბიძინა რაღაც სისულელი. ბიჭო, როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? მავნებელია და მაგითო. ახლა იცი, აღარაფერი, აღარ არის და ეპოტინება. ხავსიც აღარ არის, რომ ჩამოეპოტინება. აღარავინ აღარ. შეიძლება აი ჩვენი ძმა ეხა რომ მოიგო ის, რა ქვია. ჩემპიონი რო გახდა რა, მერაბა. აი მერაბა ეხლა შეიძლება პოლიტიკურ შეხედულებებს ერთმანეთს ჩვენი საერთოდ არ ემთხვეოდეს და საერთოდ სხვა რაღაცებს ფიქრობდეს. შეიძლება კი არა ეგრე არის ავარაუდოთ მე როგორც მაგრამ
მე მთელი გულით და სულით მიხარია ბიჭო ეს ბიჭი რო იგებს და წარმატება და ჩვენი ქვეყნის სახელით გამოდის და წესი რაღაც ისეთი კარგი კეთილი ადამიანია და სულ ანუ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა მაგას თუ რა პოლიტიკური შეხედულებებისა ესენი ესეთი დაბოღმილები და ბოროტები რატო არიან ვერ გავი რატო არ უნდა გიხაროთ განდეროუსი ან Coldplay ან ვიღაცა რო ჩამოვიდე ჩვენ ეს კაი არის ხო ბიჭო არ უნდა გიხაროთ შენ შეიძლება მომისმინე შენ შეიძლება არ გიხაროდეს თორნიკე ნახე შენ შეიძლება და ხო შენ შეიძლება რაღაცა არ გიხაროდეს მაგრამ ხელის შეშლა კიდე სხვა რაღაცაა ნახე შენ ამ ქვეყნისთვის კარგ რაღაცას რო ხელს უშლი ეს არის მავნებლობა თორე რაღაცა რო არ გიხარია შენი უფლება მაგრამ ეს რა ხო უფლება საჯაროდ ნუიძახი ხო მაგას პარაზიტობა ხო პარაზიტობა რა ჩირქიანია რატო პროსტა ანუ რატო არ გიხარიათ ესე ანუ რა გგონიათ რომ ეხა მოდი ხა ყაველაშვილიც ვახსენეთ სხვათა შორის და ეხლა შეიწყალა ყაველაშვილმა 613 ადამიანი რაც მართლა მივესალმები და ანუ ძალიან კაი ფაქტია რა ეს ხო მაგრამ იცი რა მაინტერესებს მე როგორც გავეცანი თუ გახსოვთ რამოდენიმე წლის წინ ჩემთვის პირადად და შენთვისაც დარტყმა ეს კაცი არის გმირი რა ლევან ზურაბაშვილი ჩვენ ამ გადაცემაში ჩვენ გადაცემაში რომ მეორეში თუ არ ვწდები ვილაპარაკეთ ამ თემაზე და ვახდენ კი აბა რა ვთქვი ჩვენ ვთქვით რომ ნახერაზე იყოს საუბარი მაყურებელს ემახსოვრება დარწმუნებული ვარ ლაპარაკი იყო ვითომ გმირი რა ქვია ლაზარე გმირი რო არის და და მარტო იმე დოლჩე გაბანი ვის ჩავაცვალა და იმანის გაუხა და ეგრე რო გამოიყვანეს და ერეკლე რომ ტერი არის მან ვთქვით რა რომ ზუსტად მან ვთქვით რომ ანუ შენ თუ პრეზიდენტი ხარ ისება გაგდა აი იმ ვიღაცას თვლი გმირად და ამ ბიჭს რომელიც რა ჩათვალე და გამოუში კაი ბატონო მაგრამ ესეც ანუ სალომე ზურაბიშვილთან კაი ხან ნუ მოვიწყო მაგრამ მე ხა პირად ყაველაშვილ ძალიან ნაწილი ვარ ყაველაშვილ კაცია და კაცია რომ ეს მოდის კი მაგრამ ძალიან ხო და ძალიან გასაკვირი არის ეს ბიჭი ხა 600 მე როგორც ვიცი ამ 603 კაცი არ არის და აი შინაგანად ძალიან გაბრაზებული ვარ არა ძალიან რა მოთხოვნები ქონდა ხა კაზინოები გაუქმდესო ფასები აფთიაქებში დაუწინო და პროცენტები ბანკებში ანუ საგორი სამი უსერიოზულესი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ამაზე. ანუ მოავდგე ხა და მე რომ მაგაზე აქცია ჩავატარო, მაგრამ აქცია შეიძლება მაგაზე ჩავატარო და ანუ ეს ტიპი, აი ამ ტიპის მოთხოვნები. ხო, ეს აქცია ესეთ რაღაცებზე უნდა ტარდებოდეს აქციები. აი ეს სამი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. წარმოიდგინე ადამიანი შევიდა პლას სათამაშო ხელყუმბარით. სადაც 17 კაცი ყავდა მძევლად. ანუ არც ერთი მომჩივარი არ არის, არც ერთი დაზარალებული არ არის. მე კი არ ვიცი ეს დანაშაული არ არის. გეთახმები დანაშაული არის. 9 წელი მიუსაჯეს ამას. მე მეგონი 7-მდე ჩამოუყანეს და ეხლა სადღაც 4-5 წელია. 7 წელი მიუსაჯეს და მე გასაჩივრებაზე 2 წელი დაუმატეს და მე ვიცი რომ პირიქით 9 და 7-7-მდე ჩამოუყანეს. ნუ რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ რა. ეხლა 1 3-4 წელია ზის ეს ბიჭი. მე მგონი საკმარისია ეს წლები მოიხადოს ამჭუნა გამოუშვან ეს გარი წავყაველაშოთა მივიდე და მოდი აქცია მოვაწყოთ რაღაცა რეალურ პრობლემაზე და ამ ბიჭს გამოყვანა მოვიწყოთ ვინ მოგიწყობს კაი კაზინო მოგიწყობს მოგაწყობინებ შენ აქციას და ნახევარი კაზინო ვინ ეკითხება ჩვენ წავიდე და ჩვენ მოვაწყოთ მაგას ვინ ეკითხება რა ანუ რას ნიშნავს არ არის ეგრე ხმა ანუ ნახე ხმა მართლა რაზე სამოსაღები არის იმაზე აიღება ხო და ჩვენ ამოვიღოთ ხო მაგას გეუბნები უკვე აღარ შეიძლება ეხა ვერ გავი გასაგებია რაღაცა ჩვენ კოჰაბიტაციაში ვიყავით მთავრობასთან ხო რაღაც ეს პერიოდი იმიტომ რომ ძალიან დაძაბული სიტუაცია არის რა იყო ეხა ნენელა განეიტრალდა ხო ეხა ეს ომის დამთავრდება ნენელა ყალოპოჩი ჩადგება ყველაფერი მე როგორც ჩვენც უნდა ამოვიღოთ ხმა არ არის ესე არ შეიძლება ამის გატარება არ შეიძლება რა ეს კაცი ეხა რომ შეიძლება თუ წდებით კიდე ერთხელ ბოდიში მოვიხდე პირიქ ნეტა ამაში გამოსული იყოს მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მეგობრებო დაზუსტებული ინფორმაცია მე რაც მოვიძიე ჯერჯერობით ვერსად ვერ ნახე რა ეს ინფორმაცია თუ ნეტა გამოშვებული იყოს მაგრამ ეს ბიჭი პირველ რიგში ეს უნდა გამოვიდეს და ვინები არ შეიწყალეს ბიჭო ვიღაცა და კითხვილი გაიხსენე ვინ ძმაო ანუ ეს გამოვიდეს კი არა ბიჭო აი გაიხსენე აი ონისე წარმოიდგინე ინდოეთში თუ სკეპლები თუ მე გამკეპლია ერთი წამი და ანდრო ჭიჭინაძეც მინდა ვისაუბრო უბრალოდ ერთი წამი ონისეს მიდეო მინდა 2 წამი განახოთ რა მეგობრებო რა აი ხა მანამდე ვიტყვი აი ანდროზე რა ანდროს ვიცნობ რა და ესეთი მართლა აი ესეთი წესიერი მშვიდი და კაი ადამიანი იშვიათია თუ ადამიანს შეგხვდება რა ცხოვრებაში რა ბევრ ამაში დამეხმარა რაღაცებში მოკლედ კაი ადამიანია რა და ეხა რაღაცა რაც აქვს მისჯილი ამ ბიჭს უბრალოდ ვერ ხვდები ანუ
ან რამე დამატკისებელი საბუთი განახვა რაღაც არ ვიცი, ნუ ჩემთვის გასაოცარია. ჯერ ეს ონისეც კიდე რაღაცა მე როგორც ვთქვი, ბრალს ედავებიან რაღაცა პოლიციელის ჯგუფურა ძალადობაზე თუ რაღაცა გასაგები კაიჩი, მაგრამ ეს ონისეს ჯერ მაგაზე რატო არის, რატო ედავებიან? წარმოიდგინე ადამიანი ინდოეთში ვარ, ბოდიში, ხო, ინდოეთში ხო არიან, ვიდეო მაქვს მილიონი ნახე, წკებლებით რო არის. იმენა უნდა გამოიყვანო და კაცი. კი, მაგას ანუ ჩვენ მოგხსენ ხალხს მაგის გასამართლების საშუალება, ანუ ცუც აფეს არ გუძნობთ ისეც რა, მაგრამ არა, რა გასამართლება, ანუ ამხელა ბიჭს რომ მაგდენი შეგნება არა გაქვს რომ არასრულწლოვანი, მცირეწლოვანი ასაკის ბავშვებთან სკოლაში შეხვიდე უცხო ადამიანების შვილებთან, ვაფშე შენი არავინ არ იყოს, ანუ გასაცდელი კი ხარ იმენა. აი, ვიცი გირსი არის მაგე გავთქვათ ხა აქ, მაგრამ უბრალოდ ეს უნდა მოსვეს. თბილისში რამდენიმე სკოლაში თვითონ მოსწავლეები მიხვდნენ, რომ ასეთ პირობებში არ შეიძლება სასწავლო პროცესის განხორციელება. ბავშვებო გამოვიდარეთ. ბავშვებო თქვენი სიუჩის გამოვიდარეთ. ბავშვებო გამოვიდარეთ. მოდით. ბავშვებო გამოდიდარეთ. ისო 8 წლის ბავშვები არიან, ჯერ 13-14-ისაც რო იყოს ეს. ეხა შენ აგერ, აი კაცი ხარ და მომავალი მამა ხარ და რო ზიხარ ტელევიზორთან და უყურებ რომ ჩემ სკოლაში სადაც ბავშვი გამყავდება კაცით არის. აი ვიღაც. ხო, აი რაღაც. აი შედის სკოლაში და უყურებ შენ შვილს ეს რუპორი და ეს შენი შვილი გამყავს და რაღაც ლექციას უყურებ, ეუბნება რომ აქცია ეხა შეება ვერ მოითმინო და რავი რაც იხეში წახვიდე რა ხო? ხო შეიძლება ვერ მოითმინო. ბიჭო, მინიმუმ დაიცო შენი შვილის ფსიქიკას ვიღაცისგან, ხო? ხო და ანუ ამას ამის რაღაცა ძალადობა ეს ანუ არ ვიცი. გეუბნები ძალადობა და სიღრმეში ჯდომა და რა კი რა იმენა წკეპლის და რა ანუ შოდა წკეპლა და დავაი გააგდო, ოკეი? ვაჟი გააგდო რა ოკეი რა. ანუ იმენა თორე ბოროტება მაგიზებით რა. მაგ იმის რესურსის თვითონ რო თვლის რესურსად რომ ბავშვები და რამე მაგ რესურსის გამოყენება ეგეთ დროს მაგაზე წასვლა. ანუ არ მოსულა. ანუ ნახე არ ხდება ეგეთი რაღაცა მაგ მეთოდით ბრძოლა. კანონები ომს თავის კანონებია. აი ეგაა, გადასულია მაგ თითელხაზი. გადასულია ვაფშე სხვაგან ანუ ყველაფრის ღირსი. ანუ ამას რაც არ უნდა დამართო, ემპათია არავის არ გაუჩნდება ამ ადამიანის მიმართ რა. მოდი ხა ცოტა ეს რაღაცა დაძაბული ვითარებ ცოტა იუმორში გადავიყვანოთ. აი ხა წარმოიდგინე ბუღაძე, ხო იცი ვინც არის რექტორი იყო, ეხაც არის, ეხლა მოგონია რომ არ ვიცი, ბუღაძე, სამხატვრო აკადემიის რექტორი იყო. ეხლა წარმოიდგინე მამა ბუღაძე. ხო, მამა და შვილი შეიძლება უარესი იყოს. მაგი მე შვილი სადა, შვილი რომ მონახინა. ნახეთ, პროსტა ნახეთ. მიშას დროს სად გაცხოვრობდნენ აში ვარ გადარჩენილები, ანუ არ ვიცი საოცრება. არა, ეგ მართლა სასწაული არის რა. გამოჩნდა სამხატვრო აკადემიაში სტუდენტები ერთმანეთს სახეში აფუთხებენ. ასეთი მეთოდით სადიპლომო 6-მა ახალგაზრდამ დაიცვა. თანახმა მხატვართა ერთი ნაწილი აღაშფოთა, ზოგიერთს გაახსენდა გამონათქვამით ფუთხის ღირსი ხარ შენ საქართველო. ვაკო ავალიანი საუბრობს პირდაპირ ეთერში. ვაკო, როგორ შეხვდა დღევანდელ გამოჩნდა სამხატვრო აკადემიის რექტორი? სამხატვრო აკადემიის რექტორი კმაყოფილია, რადგან ძალიან უჩვეულო გამოჩნდა, ასევე კმაყოფილები არიან ეს სტუდენტებიც, რომლებმაც ამ ფუთხის ვიზუალური ხელოვნების ბაკალავრის დიპლომი მიიღეს. რამე შენ ხოჭი დიპლომის ტოფასია. ამ წარმოდგენას მათენაზე პერფორმანსი ქვია. სამხატვრო აკადემიის 6-მა სტუდენტმა სახელმწიფო გამოჩნდა ამ ფორმით ჩააბარა. აკადემიის რექტორი საკუთარი აღზრდილებით კმაყოფილი დარჩა. რა თქმა უნდა კმაყოფილება. პირიქით, მე რაც უფრო ფართო დიაპაზონი იქნება ჩემს აკადემიაში, ჩემს ძირფას საყვარელს სამხატვრო აკადემიაში, რომელიც იგი დაწყებული სრულად რეალისტური. და დამთავრებული აბსოლუტურად კონცეპტუალური პროექტები, მით უფრო საინტერესო იქნება პროცესი. თავისთავად წინა ფორმალური თვალსაზრისით როგორც პერფორმანსი ჩემეთ ერთ-ერთი საუკეთესოა რაც მე მინდა საერთოდან გამოდია. უბრალოდ ის ოფიქი საუკეთესო. საკუთარი თავით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ წარმოდგენის შემდეგ თავად დანერწყვილი ახალგაზრდები. თემა იყო აგრესია. შემდეგ და მიტოვარჩია თვითონ ეს ფორმა, სასახლეში შეფუთებაც თვითონ აგრესიის ყველაზე უდიდესი უმაღლესი დონის უმაღლესი დონის აგრესია არისო. ანუ ბურთება, ანუ უმაღლესი დონის
ბიჭო, ანუ რა მაინტერესებს ეს მომბაზგავს მართლა უნდა ვკითხო უნდა დავსვა რა ანუ ეს მეთოდები რა ეს ფუტკებები ეს რაშვები 2012 წლამდე რაშვებოდნენ ეგენი ანუ ძვეთის ეს რა ქვია იმან ტრაკი რომ მიუშვირა კამანდას თვითონ შოტლანდიელი რო იყო და დაუდგება და ჯერ იყო ესე ჯაფარ შენ არ ახარ ეგ შოტლანდიელი და ირლანდიელი და შენში ეგ სისხლი არ ჭკებს. პირდაპირ გეტყვი, შენში ჭკებს ამერიკული კეპკით რო დადიხარ ეგ სისხლი რა. ეგეც ხა ანა ეს ინაუგურაციის მერე გავარკვიოთ. შეიძლება ალბანეთის კეპკით გაიჭიდოს ხოლმე, მაგრამ ნახე რა არის თავარი. შენ არ ხარ შოტლანდიელი, ჩემო ძმაო და იქ არის როგორიც იქ წინაც იწევენ. მერე უკანაც იწევენ. ხო და შენ მარტო უკან იწევდა. ეხლა რა გინდა ამით? უცებ რო რაღაცა მოხდეს, მერე რა სისამს. უძერ რომ მოგასწრონდა მოვიდე რა. მოდი აი ეხლა ბანს აი ამ სიბანძებს სიკრინჯებზე თქვა არა სიკრინჯზე რატო აგეუნები სი ამაგად აი უნდა თქვა უბრალოდ მოდი აი ჯერ რაღაცა 25 წლის წინ რამას ჩხიკვაძე რა მაგით დავამთავროთ ჩემს აი რამას ჩხიკვაძე მინდა რომ რამას ჩხიკვაძე როცა მოდი ვაჩვენოთ ხალხს აი რა სიდახდა 25 წლის წინ და ეხლა რო ეცხოვრა უბრალოდ აი ხარ აი სიტყვა და ძალიან დაიბრიდებოდა უეცრი ამას საინტერესო იქნებოდა. ნახეთ, კაცი რეევზია გაკურებული 25 წლის წინ. ამ დემოკრატიამ დაგვუბდებდე, ყველა დემოკრატია შეფარება და დემოკრატი კი არა უზრდელი ხდება უკვე, უზრდელი. მე რასაც უყურებ მაღალ სფეროებში და დაბალ სფეროებში ისეთი ლაპარაკებია და ისეთი მანერით არის უზრდელების გამოფენაა ხოლმე ხან. არისიან ვის რა ენით ელაპარაკონ, როგორ ელაპარაკონ და სხვა. Ничто подать, а как подать, კიდე ასეთი კაი სიტყვა აქვს რუსებს. როგორ მიაწოდო, რა მიაწოდო კი არა. ეს კაცი შენ აღარ იცი, დაავიწყდა კაცი. თუ რა მიახია, შეიძლება დედაში აგინონ კაცი. ბები უკვე კაცი, უფროსი ხალხი ხარ. სახელმწიფო მეთაურება დაგნიშნეს. გქონდეთ რაღაც დილობა, წესი, რიგი, იცოდეთ ის ელაპარაკებით, უფროსი, უსროსი იცოდეთ რა. დემოკრატია. წარმოიდგინე ეს ეხლა, წარმოიდგინე ამ დროს რო ეთქვა და ესეთ რაღაცები რო ენახა, ესეთ რაღაცებიც მომსწრე ყოფილიყო. ეს შენც რას თქვი ხაი? ტრაქჩაქტილი გმირები რო არიან საოკუპაციო ხაზთან. მომწეს თავიდან ადამიანი წარმოიდგინე შოკში იყო, რომ ამის საწყისებს ხედავდა. 25 და 25 წელი და ანუ აღშფოთებული იყო ეს მაშინ ძალიან დიდი ლობიანი ასე თუ ისე ამასთან შედარებით საკადემიო წაი. და აღშფოთებულია კაცი იმაზე რომ აი მალე შეიძლება დედაც შეაგინებდა. როსტა წარმოიდგინეთ დღეს რა ხდება საიდან ანუ იმ გადმოსახედით გადმოიღეთ რეებზე მიდის ეს ხალხი აი ეს რო ენახა მაგალითად ელენ ხოჭყარია როგორ ახტება მაგალითად პოლიციის მანქანას ან მაგალითად ანადოლიძე როგორ ამამეკაროთ ხელი ამომიდო ეს არის ძალიან მცირე კოლაჟი. ან მაგალითად ეს ნატაფერაძე. მერს შორის პარტიზანი მებაღე 2012 წლამდე გეძინათ უკაცრავად? არა, ხნაურობდი. რა აი ეს კიდე წარმოიდგინე შეერთას ვიტყვი და წარმოიდგინე კიდე აი ხალი რო რაღაცა ბილცით ყავს ხო რაღაც ჯერ კაცის, მაგრამ ხალხი ხო რაღაც უფრო ცუდად ხვდება ხო კურში. წარმოიდგინე ჯერ აი შუათიც რო აჩვენებ ვიღაცას ხალი ხარ თუ კაცი გაიწყო ხოლ ამას ეს წარმოიდგინე კიდე მამაოებს აჩვენებს ეს შუათითებს. აი ეს ყველაფერი ხარო რამაჩიკოთენა წარმოიდგინე შეიძლება გული შეტევოდა მართო და ხალი ეს ეგ რაღაც როგორ დეგრადირდება ყველაფერი ხდება აი მე რას ვფიქრობ აი ამ დონის სამარცხვინოები რო ხდებიან ანუ მე ალბათ ისე არის თორემ კი ანუ სადღაც უკვე წყდება რა ეს სულის ზარღვი და უკვე ხა ეგ რო გალაპარაკები 2012 წლამდე ამას შვებოდი და პირდაპირ ეთაში ხალი ხალს ესაუბრება და ესეთი ლექსიკით ანუ ეგ რო ხან ზნედაცემული ეძრობი რა ბოლოს ანუ წყდება ნამუსი და და შენ აღარაფერი დასაკარგი შენ უკვე ხარ ეგ ეგ ამ ხალმა რაც არ უნდა გააკეთოს ხირადე რო და კეფით იხტონაო ხათროში ახლა გახსოვს ეს ხალი ამას როდის ჩამოირეცხავს ეს ხალი ვინმე ამას არც აწუხებს ეს კაცო ამას ეს ვაფშე პრობლემა არ მიაჩნია ეს ბრძოლას აქვს თავისი პრობლემა აქ რომ ამ ხალს არ მიაჩნია რომ რამეს უცაკეთებს ეს თან პრობლემა ვეღარ მიაჩნია იმისე გზაზეა ისე გულში რომ ვეღარ მიაჩნდება ეგ რა შეპყრობილი ხალხი ბრძოლაში და ომში ყველგან არსებობს თავის წესები რა თუ მართალი ხარ ადამიანი თუ ძლიერი ხარ ადამიანი რა არ არსებობს რომ სიმართლე დაგეკარგოს და შენი ძალა დაგეკარგოს რა თავარი არის ერთი რაღაცა თუ სიმართლე შენსკენ არის და ესე უნდა მოხდეს და სწორ გზაზე გახარ ეგრე აუცილებლად მოხდება
ტრაკის ჩვენ ბოდიში და სიტყვაზე ჩვენების გარეშეც, ჩახრის გარეშე, ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე, ჩაუფურთხოთ საჭმელში გარეშე და აი ეს საზიზღრობებს ნუაკეთებ თორე ჩაუფურთხოთ ეს ქართული ისე მოგივათ ცხოვრება მოგიტრიალებთ ამას კარნულად ისე მოგიტრიალებთ რომ აი მართლა მიხვდებით ვაფშე ყველაფრის გემოს და ამიტომ ცოტა ფრთხილად იყავით თქვენ გამონათქვამებთან თქვენ სიტყვებთან და ისე არ მოხდეს მართლა რომ აი ეგრე დაიტანჯოთ მე თქვენი რაღაც გამონათქვამების ესე პროტა სირცხვილი არის და ესეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს ქართველები ვართ ერთმანეთს მეტი პატივი უნავცეთ და ერთმანეთის მესმის რომ რაღაცეებში განსხვავებული აზრი არსებობს მაგრამ ესე რომ ზნე დავკარგოთ ღირსება დავკარგოთ და ნუ ყველანაირი რაღაც ვიბრძოლოთ ეგრე არ გვაქვს რა საქმე თან ერთმანეთში და ძალიან ხოთ რომ ეს კრინჯი რაღაცნაირი ბრძოლის ველზე გავარდნილი რაღაცნაირი ხალხი როცა დავკადეთ ან აი იმენა პირჯვას გადაგსახავდით დიდი სიამოვნებით რამე შეშელოთ მოდი მე მგონი ნელ-ნელა დასასრულისკენ წავიდეთ მგონი კაი საუბარი გამოგვივიდა კაი საუბარი გამოგვივიდა და ყოველ კვირას აი ხა ორი შაბათობით და სამშაბათობით ესე თვითონ გადავწყვეტეთ რომ არ ვიყოთ ესეთი ფორმატით რომ ყოველ პარასკევს ან ყოველ შაბათს ან ყოველ კვირას ხო რა კურიერით მართლა არ ვიყოთ და ვიყოთ ისე რომ ყოველ კვირა ჩვენი გადაცემებით თქვენ ვისაც გაინტერესებთ რაღაცების მოსვენა და ვისთვისაც ჩვენგან რაღაც გამოთქმული აზრები ვისთვისაც მისაღებია, იცოდეთ რომ ჩვენებურად დაგანახებთ ყველაფერს, ოღონდ რაც სიმართლეს შეესაბამება და აბსოლუტური სიმართლე, იმიტომ რომ ჩვენ მადლობა ღმერთს არაფერი არ გვაქვს ისე რომ ეხლა ვიღაცის რაღაცეებზე ვიყოთ წამოგებული და ჩვენი გადაცემის პირიქით თავარი ნიშა ის არის, ანუ ესე ვიტყოდი რა, მოდი სათქმელია ჩემი აზრით მინიმუმ ჩვენი მაყურებლებისთვის რა არსებობს რაღაცა დაინტერესებები ყურადღებების იჩენენ რაღაცა გადაცემებში დაგპატიჟებენ რაღაცები მაგრამ ანუ ჩვენ არ ვთვლით ამ ეტაპზე თავს იმ დონეზე რომ რაღაც გადაცემებში ვიაროთ მგონია რომ ეს ჩვენი გადაცემი ხო რა ანუ მგონია რომ აქედანაც რავი ჯერჯერობით საკმარისი პლატფორმაა ჩვენი აზრები დავალაგოთ და მოკლედ გემშვიდობებით დიდი მადლობა ჩვენი ყურებისთვის და სმენისთვის და დაგიბრუნდებით ერთი კვირის განმავლობაში. კიდე subscribe-ს არასდროს არ ვიძახთ თუ გვეუბნებიან ყველა ვინც YouTube-ერია, ვინც ყველაფერი რომ უნდა თქვაო და ერთხელ მართლა დაგეძავოთ მართლა მეგობრებო არ დაგავიწყო და კიდე ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყოველი თბილი სიტყვისთვის ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევს ეს და გვირდებით რომ უფრო ბევრად საინტერესო გადაცემები გვექნება. კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა კიდევ ერთხელ. ნახვამდის.